ჩემს წინ იყო კედელი და კედელიდან გამოვიდა მამაო, აი ასე ამ ფორმაში და დამენახა, გაჩერდა და როგორც გამოვიდა, ისე გავიდა. და რატომღაც ფიქრობდი, რომ ეს იყო მამა გაბრიელი, რადგანაც უზომოდ მიყვარდა მამა გაბრიელი და აი ჩემს სულს უნდოდა რომ ეს ყოფილიყო მამა გაბრიელი და თან ფიქრობდი, რომ მეთქი ხო ვარ კარგად თქონ, მე თვითონ წავედი პიჯვარი გადავიწერე და ჩემს მეუღლეს გამოვესაუბრე, მეთქი ალბათ დავწმუნდი, რომ მე ხომ ვარ ცოცხალი და კარგად თქო და შემდეგ ვიფიქრე, იქნებ მამა გაბრიელის რომელიმე ხატი ან სურათი მე არ მაქვს ნახული და აი ასე გამოიყურებოდა, იქნებოდესღაც მამაო თქო და შევდივარ ინტერნეტ სივრცეში და აი იმ დროს იყო ზესტაფონის ქუჩიდან მამაო რო გამოაძევეს, ეს ამბავი ხდებოდა ტელევიზია აშუქებს და აი გულში იყო უზომო სიხარული, ესაა ენით აუღწერილი სიხარული, რომელსაც ამ ქვეყანად არაფერი არ ანიჭებს ადამიანს და მივხვდი, რომ მე ეს მამაო გამომეცხა და ეხლა ამჟამად და ჩემს მეუღლეს მიუტანე ტელეფონი და დავდე, ნახე აბა რა სიტყვით ხო და ის ცოტა უფრო მეტად დაკვირვებული ადამიანია და რაღაც უფრო აი ესე ქალებმა რო ვიცით უცებ ემოციურად ასე არ აყვება და მოусმინე და პირველი რაც იყო თქვა რომ ეს არის ნამდვილი ბერი.